გამარჯობა, ეს ბიზნეს პარტნიორია თქვენ საქართველოს პირველ არხს უყურებთ. კრიპტო ბაზარზე გასული კვირის ვარდნის შემდეგ ორშაბათი აღმასვლით დაიწყო მთლიანობაში ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია 4 ტრილიონ 161 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც 27%-იანი ზრდა გაზრდილია კრიპტო ინდუსტრიის წამყვანი ციფრული ვალუტის ფასიც. ბიტკოინის ღირებულება ამ დროისთვის 112,000 დოლარს აღემატება, თითქმის 3%-ით არის გაზრდილი ეთერიუმი, რომელიც ამჟამად 4,126 დოლარად ივაჭრება. ფარმაცევტული სექტორის რეგულაციებში ცვლილებები შევიდა მთავრობის დადგენილების მიხედვით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ან მართვაში მყოფი იურიდიული პირები 2029 წლის 1 იანვრამდე თავისუფლდებიან ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზაციისთვის საჭირო ნებართვის ვალდებულებისგან. უფრო კონკრეტულად საქმე ეხება GDP სტანდარტთა შესაბამისობის სერტიფიკატს. ამავდროულად თუ ასეთი იურიდიული პირები 2029 წლამდე მიიღებენ ნებართვას, მათ სრულად მოუწევთ GDP-ს სტანდარტისა და სხვა სანებართო პირობების დაკმაყოფილება. ხელფასის დაწესების მიუხედავად საექნო პერსონალის შემცირების ტენდენციაა. საქსტატის მონაცემებით საქართველოში 2024 წელს 21,300 ექთანი იყო, ექიმები კი 24,100. მაჩვენებელი ორივე შემთხვევაში შემცირებულია. შეგახსენებთ 2023 წლის 1 იანვრიდან ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით, ექნების კი საათში 4 ლარითა და 40 თეთრით განისაზღვრა. რეფორმის შედეგად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტი ჩართული. ყველა კლინიკა ვალდებულია ექიმებისა და ექნების სახელფასო ანაზღაურება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი მინიმალური ზღვის გათვალისწინებით დაადგინოს. წალკის კანიონი ყველაზე მონახულებად 5 დაცულ ტერიტორიას შორის არის განპირობებული ამ ტურისტული ლოკაციის პოპულარობა, რა შედეგები დაასრულა აქტიური ტურისტული სეზონი კასაჯგუფმა და რა პროექტების განხორციელება აქვს გეგმაში კომპანიას. სტუმართან კასაჯგუფის გენერალურ დირექტორთან ეკა თორდიასთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. დავიწყოთ წალკის კანიონზე არსებული ატრაქციონით, რომელიც, როგორც მე აღვნიშნე, ძალიან მონახულებადი აღმოჩნდა და მე რომ გითხრათ ჩემი აზრი, მგონია რომ ეს ბუნებრივიც იყო, თუმცა იყო მოსაზრება რომ როგორ აღმოჩნდა და რანაირად შეიძლებოდა რომ დაუშვათ ასე ყველაზე მონახულებადი ატრაქციონი ყოფილიყო. რა იყო მთავარი განმაპირობებელი იმისა, რომ წლევანდელ საზაფხულო სეზონზე დამთვალიერებელი არ გაკლდათ? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. როგორც თქვენ ეთერში დავაანონსეთ, ივლისის შუა რიცხვებში ჩვენ დავამატეთ ახალი ატრაქციონების პარკი, რომელმაც ძალიან დიდი პოპულარობით ისარგებლა უკვე საოჯახო მიმართულებით დასვენების მსურველთა მხრიდან იყო დიდი აქტივობა, ასევე უცხოელები, საქართველოს მოქალაქეები, ოჯახებით უკვე სტუმრობდნენ ჩვენს ლოკაციაზე. ნამდვილად დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენი ტურისტული ობიექტი და წლიდან წლამდე იზრდება ტურისტების და მომნახულებელთა რაოდენობა, რაც განპირობებულია სხვადასხვა დამატებითი სივრცეების შექმნით, რომელსაც ყოველ წელს ჩვენ ვამატებთ. ყველასთვის კარგად ცნობილი შუშის ხიდი უკვე სიმბოლოდ იქცა ტურისტებისთვის. დამატებით რამდენიმე დღის დამსვენებელთათვის ჩვენ უკვე გავხსენით სასტუმროს ტიპის კოტეჯები, 55 ნომრიანი სასტუმრო, 3 პენტჰაუსით და ეს ატრაქციონების პარკი, გიგანტური ჩამოსასრიალებელი წყლის ატრაქციით, სხვადასხვა გასართობი და სივრცეებით და მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე გრძელ ტრასაზე მოწყობილი კარტინგი, რომელიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ექსტრიმის მოყვარულთათვის. ხო, სავარაუდოდ კარტინგი იყო ალბათ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და განმაპირობებელი, რის გამოც ასეთი დატვირთვა ჰქონდა, თუმცა რომ გავუყოთ რეალურად აი თქვენ თვითონ ახსენეთ სასტუმროს ნაწილი და რამდენიმე დღე როცა ჩებოდნენ. რეალურად იმის გათვალისწინებით დედაქალაქთან არ არის ძალიან დაშორება და შესაძლოა დილას ჩამოხვიდე და საღამოს წამოხვიდე. ძალიან საინტერესოა რამდენად რეალურად მოახერხეთ რომ რამდენიმე დღე ისეთი ტურისტები მიგიღოთ და ისეთი დამთვალიერებლები, რომლებიც დაუშვათ რამდენიმე დღე დარჩებოდნენ, იმიტომ რომ იქ თქვენ 55 ნომრიანი კოტეჯების დაამატეთ. ჯამში ჩვენი სასტუმრო თავისი კოტეჯებით და ნომრებით არის 115 ნომრით წარმოდგენილი და მინდა სიამაყით თქვა, რომ წელს სრული დატვირთულობა გქონდა სეზონზე. ეს განპირობებული იყო განსაკუთრებით
განსაკუთრებით ჩვენი აქტივობით და მარკეტინგული კამპანიებით ისრაელში და ძალიან ბევრი ტურისტი ყავდა ისრაელიდან. რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეების ძალიან აქტიურობდნენ. ახლა მოდის სეზონი კორპორატიული და ჯგუფური ტურების და ჩვენ შევქმნით ყველა ის სივრცე, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ერთი დღით ადამიანებმა, ოჯახებმა, ჯგუფებმა დაისვენონ და ასევე სხვადასხვა აქტივობებით დაკავდნენ და ვფიქრობ, ესეც იყო განპირობებული, ვისაც სურს ექსტრიმი, მშვიდი დასვენება, რადგან ჩვენი ლოკაცია გარშემორტყმულია ულამაზესი ტყით, გვაქვს კანიონი, თავისი ჩანჩქერებით და ჰაიკინგის მოყვარულთათვისაც არის ჩვენი ობიექტი. მოკლედ ყველასთვის, ვისაც სხვადასხვა ტიპის დასვენება სურს, შეუძლიათ ჩვენთან ძალიან კარგი დრო გაატაროს და მიიღოს ყველა სერვისი და მომსახურება. ზაფხულის სეზონზე დატვირთვა რომ გექნებოდათ, მე არ მგონია რომ ვინმეს ეჭვი შეპარებოდა, თუმცა იმისთვის რომ ეს ობიექტი იქცეს მთელი წლის განმავლობაში მაქსიმალურად დატვირთულ ობიექტად. რამდენად აქვს განვითარების პერსპექტივა და დაუშვათ იგივე თქვენ ახლა ახსენეთ კორპორატიული წვეულებებისთვის და დაუშვათ ამ ტიპის შეხვედრებისთვის რამდენად აქტიურად იყენებს ბიზნეს საზოგადოება ამ ტიპის შეხვედრებისთვის თქვენს ობიექტს? ვინაიდან ჩვენ ეს სასტუმროს გავხსენით მხოლოდ ამ სეზონზე და წელს და სრული დატვირთულობა გქონდა ინდივიდუალური დასვენების სურვილი და ოჯახების მხრიდან, ახლა უკვე აქტიურად ვაწარმოებთ სხვადასხვა მოლაპარაკებებს, როგორც ტურისტულ სააგენტოებთან, აგრეთვე სხვადასხვა ჯგუფებთან, კორპორატიულ და ბიზნეს სეგმენტთან, რომლებიც დარწმუნებული ვარ, უკვე წამოვიდა მოთხოვნა, რომ ჩაატარონ სხვადასხვა კონფერენციები, ეგრეთ წოდებული team building-ები და უკვე სხვა სეგმენტსაც ვუმასპინძლებთ პერიოდულად. თვითონ აი ამ ობიექტს განვითარების პერსპექტივა ადგილზე თუ აქვს და თუ გესახებათ რომ კიდევ უფრო მეტად განავითაროთ იქ არსებული თუნდაც იგივე გასართობის სივრცე. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველწლიურად სხვადასხვა ახალ გასართობ ლოკაციას ვამატებთ. ეს განპირობებულია ჩვენი სტუმრების სურვილით და ყველა ჩვენს მოთხოვნას ჩვენ უპირისპირებთ შესრულებას, ასე ვთქვათ და მოთხოვნა იყო სწორედ რომ უფრო დარჩენილიყვნენ რამდენიმე დღით და ქონოდა სხვადასხვა მეტი გასართობი ატრაქცია და სწორედ ჩვენს ამ მოთხოვებს ვასრულებთ და ესეც განაპირობებს, რომ წლიდან წლამდე იზრდება მოთხოვნა და ინტერესი ჩვენი რეზორტის მიმართ და რა თქმა უნდა გეგმებიც გვაქვს, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო განვავითაროთ მაგალითად ჩვენი ატრაქციების პარკი, სადაც გვინდა გიგანტური ბატუტების სივრცის მოწყობა. გარდა ამისა, გარე აუზის მოთხოვნაც წარმოიშვა, ჩვენს შიდა აუზის სპა გვაქვს, რომელმაც ძალიან დიდი პოპულარობით ისარგებლა წელს ჩვენი სტუმრები სარგებლობდნენ და დიდი მოწონება დაიმსახურა. ახლა გარე აუზიც გვექნება. გარდა ამისა, დიდი ჯგუფებისთვის, საქორწილო წვეულებებისთვის ახალ დარბაზს ვაშენებთ და ვითარდებით წლიდან წლამდე და წალკა უკვე იქნება ესეთი სრულყოფილი რეზორტი, ლოკაცია და რეზორტი. მხოლოდ მიხარი ამ ყველაფრის მოსმენა, რეალურად ვიზია გათვლილი, ეს თქვენ ახსენეთ, რომ ისრაელიდან ჩამოსული ტურისტები ჯგუფურად საქართველოს მოქალაქეები შუშის ხიდის გამო ძალიან ბევრი ჩამოდიოდა პრაქტიკულად ჩემს გარშემო თითქმის ყველა ნაყოფი. რეალურად ეხა ამ გაფართოების პირობებში გათვლას ვიზიაკეთებთ და გაქვთ თუ არა იმის განცდა, რომ საქართველო ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაა და შესაბამისად რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვა წალკაში. რა თქმა უნდა, ზოგადად ქვეყნის პოტენციალი ამ მხრივ არის საკმაოდ დიდი და ჩვენი სტუმართმასპინძლობა ამის ერთ-ერთი დასტურია, რომ ჩვენთან ძალიან ბევრი ტურისტი ძალიან კომფორტულად გნობს თავს და ჩვენც მიმართული ვართ მაღალი სერვისისა და მომსახურების მიწოდებით. გარდა იმისა, რომ ინფრასტრუქტურაც არის დახვეწილი და ვცდილობთ, რომ ყველა ეს პირობა შევქმნათ, რომ ტურისტმა უფრო მეტი სიამოვნება მიიღოს და სხვადასხვა აუთლეტებს თავაზობთ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, სტუმართმასპინძლობა რაც არის ჩვენი მთავარი სიძლიერე ჩვენი ქვეყნის, ჩვენ ვცდილობთ, რომ მაღალი ხარისხის მომსახურება დავნერგოთ და სრული კომფორტი შევქმნათ ჩვენ სტუმრებს. კი ბატონო, დავსარგებლობ შემთხვევით, რომ ხართ ჩვენს პირდაპირ ეთერში და აუცილებლად მინდა გითხოთ თქვენს კიდევ ერთ პროექტზე, ამ შემთხვევაში უკვე თბილისის ანძაზე, იქაც იგეგმება რესტორნის მშენებლობა და იქაც მთელი ეს
ჩაფიქრებული გაქვთ ხიდის და შემდგომ. რა ეტაპზეა და რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს საზოგადოებას ამ მიმართულებით? ეს პროექტი ჩვენთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. უკვე რამდენიმე წელია მუშაობთ აქტიურად და აი ძალიან თამამად ახლა მინდა განვაცხადო, რომ ყოველ დღე ველოდებით მშენებლობის ნებართვას, ვინაიდან ყველა დოკუმენტაცია წარდგენილია, ყველა შესაბამისი სტრუქტურიდან მიღებულია თანხმობა და მხოლოდ ნებართვის გამცემი ორგანოს საბოლოო წერილობით დასტურს ველოდებით მშენებლობის დაწყების შესახებ. კონცეფცია როგორია, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი და რა ვადებში ფიქრობთ, რომ ეს დასრულდეს? კონცეფცია მოიცავს ვიზიტორთა ცენტრს, გადმოსახეთს 70 მეტრის სიმაღლიდან, აი ყველას გვახსოვს სამკუთხედი, რომლის რეაბილიტაციაც განხორციელდება და გვექნება რესტორანი. უკვე ჩვენთვის ბოლო წერტილზე თითქმის საიდანაც ულამაზესი ხედები და ლანდშაფტი იშლება ჩვენს დედაქალაქზე და ეს უკვე ნამდვილად იქნება მარშრუტი, რომელსაც ვერცერთი ტურისტი ვერ გამოტოვებს, დარწმუნებული ვარ და არ გამოტოვებს, იმიტომ რომ თბილისის ანძარი ჩვენი დედაქალაქის სიმბოლო და ჩვენ შევქმნით იქ ძალიან საინტერესო ტურისტულ ინფრასტრუქტურას. მის დასრულებას. ჩვენი ვადები ნებართვის აღებიდან არის 2 წელი, მაგრამ ვიმედოვნებთ, იმიტომ რომ სრული მობილიზება გვაქვს და უკვე შეიძლება ითქვას კომპანია ჩერჩეული გვაქვს და უმოკლეს ვადებში შევასრულებთ ამ პროექტს და როგორც წალკის კანიონს, უფრო ნაკლებ ვადაშიც იმედი გვაქვს შევთავაზებთ ჩვენს სტუმრებს უკვე ამ ძალიან დიდი მადლობა მოუთმელად ველოდებით ამ თბილისის ახალ ობიექტსაც და წარმატებები და ბუნებრივია სიამოვნებით გიმასპინძლებთ ამ და სხვა სიახლეებით ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. ახლა რეკლამის შემდგომ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში. მოდი არჩევნებზე და არ შეთქვირთო ბრძოლა. თავისუფალი საქართველო, ნომერი 7. თუ დახურულ წრეზე ტრიალი მოგბეს და გინდა დედაქალაქის ბიუჯეტის კონტროლის რეალური მექანიზმი შენ ხელში, გინდა საცობების პრობლემების მოგვარება და დანგრეული შენობების რეაბილიტაციის პროგრამა, კონსერვატორები საქართველოსთვის ნომერი 3. გაჩეჩილაძე თბილისის მერა მწვანეების საკრებულოში გიყვარს თბილისი, აირჩიე 12. შეწყვიტე ოცნება, აირჩიე ნამდვილი მშვიდობა და კეთილდღეობა. გააფერადე 25. გახარია საქართველოსთვის. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი ნომერი 8. სამშობლოს გადარჩენის სერვისი 36-36-36. კახა კალაძის მერობის მესამე ვადაში თბილისში აქტიურად გაგრძელდება მწვანე სივრცეების განვითარება და რეაბილიტაცია. მოეწყობა ახალი პარკები. დიღმის ჭალებში 8 ჰექტარ ფართობზე, ძველი ზოოპარკის ტერიტორიაზე 9.1 ჰექტარ ფართობზე. რეაბილიტაცია ჩაუტარდება პირველი რესპუბლიკის ბაღს 2.5 ჰექტარ ფართობზე, რიყის პარკს 7 ჰექტარ ფართობზე, ავჭალის პარკს, კახიძის სკვერსა და არტოს ბაღს. განახლდება მუშთაიდის ბაღი 4 ჰექტარ ფართობზე, რეკრეაციული სივრცე დიღმის ტყეპარკში, ხუდადოვის ტყეპარკში 90 ჰექტარ ფართობზე მოეწყობა რეკრეაციული სივრცე. ქართული ოცნება, აირჩიე 41. ბედნიერია ის, ვისაც სამშობლოსათვის უძღერს გული. მოვდივართ ეროვნული ღირსებით. მამული ენა სარწმუნოება. მამული ენა სარწმუნოება. ვის აწლევ ხმას? ვიცი რას ნიშნავს მადლიერება და გირჩი რო არა, ახლა სადმე ვიშკაზე ვიდგებოდი. ამიტომ 36-ს გავაფერადებ. თვითმმართველობა ხალხის სამსახურში. გავერთიანდეთ საქართველოსთვის. პარტია ჩვენი გაერთიანებული საქართველო. გააფერადეთ ნომერი 5. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი ნომერი 8. ვის აძლევთ ხმას? 36. იაგოს უნდა მივცე ხმა, ამ წურბელებს მოგაშორებთო და პარკინგის ჯარიმებს გაგიუქმებთო. გაჩეჩილაძე თბილისის მერა მწვანეების საკრებულოში გიყვარს თბილისი, აირჩიე 12.
სამშობლოს გადარჩენის სერვისი 36-36-36. ბიზნეს პარტნიორი რეკლამის შემდგომ პირდაპირ ეთერში ბრუნდება. საქართველოში ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარებაზე ახალი რეგულაციების ამოქმედება იგეგმება. ამ საკითხზე გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ჰიპერმარკეტების ქსელებს და სტუმართ მასპინძლობის სექტორს შეხვდნენ, სადაც ისაუბრეს სურსათთან შემხებლობაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების ისეთი მოდელის შემუშავებაზე, რაც ჯანმრთელობის გარემოს დაცვის საკითხებს და ეკონომიკურ ინტერესებს დააბალანსებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, პლასტმასის ჭარბი მოხმარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოს დაცვითი გამოწვევაა. საქართველო კი ყოველწლიურად დაახლოებით 612 მილიონ ერთეულ ერთჯერად გამოყენების პლასტიკის ნივთს გამოიყენებს. ჩვენ ფაქტობრივად შევთანხმდით გარკვეულ ჩამონათვალზე იმ პროდუქციისა, რომლის ჩანაცვლებაც უფრო ეკოლოგიურად სუფთა და სურსათისუნებლობის კუთხით სუფთა პროდუქციით გაცილებით მარტივი იქნება, თუმცა არის გარკვეული გამოწვევები, რაც დაისვა ბიზნესის მხრიდან და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ახალი სტანდარტების შემუშავების დროს მაქსიმალურად გავითვალისწინებთ იმ გამოწვევებს და იმ, ასე ვთქვათ, მოთხოვნებს, რაც დაისვა სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლების მიერ. ტეროვანში ლაინ აუქციონის ავტოსადგომზე ამიერკავკასიაში პირველი ამერიკული ავტოაუქციონი გაიმართა აუქციონზე, რომელიც საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ჩატარდა. წარმოდგენილი იყო 10 ავტომობილი, რომელიც დღეს ყველაზე მოთხოვნადია ბაზარზე. აუქციონის მონაწილეებს კი შესაძლებლობა ჰქონდათ სასურველი ავტომობილის საბაზრო ღირებულებაზე 2-3ჯერ ნაკლებ ფასად შეეძინათ. ლაივ აუქციონი პერიოდულობით ყოველ შაბათს გაიმართება. გარდა ამისა, 9 ოქტომბრიდან მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ სასურველი ავტომობილი ონლაინ ლაინ აუქციონს კომზე შეიძინონ. მინდა ყველა ადამიანს მიულოცო ავტომობილის შეძენა. მიხარია რომ შედგა პირველი ავტო აუქციონი ჩვენთან ლაიონ აუქციონის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ყოველ შაბათს 11 ოქტომბრიდან ჩატარდება ზუსტად იდენტური ამერიკული აუქციონი ჩვენთან ავტოპარკინგზე. ხოლო ყოველ ხუთშაბათს ჩვენ ვებ პლატფორმაზე ჩატარდება ვებ აუქციონი 9 ოქტომბრის შემდეგ. მიმაჩნია რომ აუქციონი არ არის მხოლოდ გაკიდვების ახალი არხი, არამედ ეს არის პლატფორმა, რომელიც მთლიანად ცვლის მომხმარებლის გამოცდილებას და ავტომობილის შეძენის კულტურას. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, როდესაც კომპანია ამგვარი მიმართულებით ვითარდება. მე მინდა კიდევ უფრო მეტი წარმატება უსურვო კომპანიას, ჩვენ კი რა თქმა უნდა არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას. ავტომობილების ახალი შეოურუმი წეროვანში ოტომოტორსმა პროექტის საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განახორციელა. პროექტის ფარგლებში წეროვანში 9000 კვადრატულ ფართობზე ახალი სივრცე მოეწყო, რომელიც პროდუქციას შეოურუმსა და სასაწყობე სივრცეს აერთიანებს. კომპანიის მიზანია ქართულ ავტოინდუსტრიაში საბითუმო ვაჭრობისა და ბიზნეს პარტნიორობის ჰაბად ქცევა. ახალი პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 7 მილიონ ლარს შეადგენს. ობიექტი და ეს სივრცე მთლიანად აბსოლუტურად აერთიანებს ყველა იმ პროდუქციას, რომლის იმპორტსაც ოტომოტორსი ახდენს, მიმართულებები, რომელიც ამ ბოლო დროის განმავლობაში დავიმატეთ და კიდევ ვიმატებთ, სულ ახალი არის სპეცტექნიკა, რომელიც სავარაუდოდ ჩვენი მომხმარებლებისთვის სიახლე იქნება, თავისთავად ის ბრენდები, ის პროდუქცია, რომლითაც უკვე დიდი ხანია ბაზარზე წარდგენილები ვართ. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ხარი დაუჭიროთ ბიზნესს და დავეხმაროთ მას ახალი საინტერესო იდეების წამოწყებაში, განვითარებასა და წარმატებით დასრულებაში. საქართველოს ბანკსა და ოტომოტორს შორის თანამშრომლობა უკვე მრავალი წელია გრძელდება. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ჩართულობითა და დახმარებით კომპანიამ შეძლო კიდევ უფრო გაფართოებულიყო, რის ნათელი მაგალითიცაა წეროვანში გახსნილი ახალი თანამედროვე შოურუმი. აღნიშნული შოურუმის წეროვანში გახსნა ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა, რადგან თვლით რომ მსგავსი ტიპის პროექტები მნიშვნელოვნად ეხმარება რეგიონებში ეკონომიკის სწრაფ ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.
დღესურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელსაც საქართველოს უერთდება. წელს ღონისძიებას ქვეყანა ახლად დაფუძნებული პირველი ავტორიზებული სურსათის ბანკით ხვდება. ორგანიზაცია სურსათს, რომლის ვადის გასვლამდე ცოტა დრო ადარჩენილი, ან მისი შეფუთვაა დაზიანებული, გაჭირვებულ მოსახლეობას გადასცემს. რაც გულისხმობს სურსათის ბანკის საქმიანობა და როგორ მიმდინარეობს ბენეფიციარებისთვის საკვები პროდუქტის დარიგების პროცესი, ნახეთ მარი მელიქიშვილისა და დათო ნიკოლაიშვილის სიუჟეტში. ერთად შიმშილის წინააღმდეგ ამ სლოგანით საქართველოში ფუნქციონირება პირველმა ავტორიზებულმა სურსათის ბანკმა დაიწყო. მისი დამფუძნებელი ორგანიზაცია ენკენია, რომლის მიზანია შეამციროს შიმშილის პრობლემა ქვეყანაში. ასევე ხელი შეუწყოს მოსახლეობის კვების ხარისხის ამაღლებას და სურსათის დანაკარგების შემცირებას. ორგანიზაცია სურსათს, რომლის ვადის გასვლამდეც ცოტა დროა დარჩენილი, ან მისი შეფუთვაა დაზიანებული, გაჭირვებულ მოსახლეობას გადასცემს. ენკენიას საქმიანობა გუნდის წევრების ძალისხმევით, რესურსებითა და მოხალისეების მონაწილეობით ხორციელდება. მისი პარტნიორია ფონდი შირაქიც, შემომწირველები კი სხვადასხვა იურიდიული და ფიზიკური პირები არიან. ყავს დაახლოებით 2000-მდე ბენეფიციარი ორგანიზაციაში. მოვიცავთ ჯერჯერობით თბილის, კასპის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს, გურიას და მცხეთას. და ვფიქრობთ, რომ თანდათან გავაფართოვებთ ჩვენს არეალს. ასევე ყავს მოხალისეები, რომელთა დახმარებით ვახერხებთ ამ პროდუქტის განაწილებას, დახარისხებას და მიტანას ბენეფიციარებამდე. ვუკავშირდებით სხვადასხვა მწარმოებელ კომპანიებს, ფერმერებს, ბიზნესმენებს და მათი საშუალებით ვცდილობთ, რომ თანდათან ავამუშაოთ ჩვენი სურსათის ბანკი. ჩემთვის დიდი мотиваცია აქვს თუმცა ამ საქმის კეთება ენკენიასთან ერთად, რადგან ამ საქმის შედეგად შემიძლია საქართველოში თუნდაც ერთ ოჯახს მოუხსნა შიმშილის პრობლემა. დღეს მივიღეთ დახმარება სურსათის ბანკიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემნაირი ოჯახებისთვის. საქართველოში ძალიან ბევრი არის ჩემნაირი გაჭირვებული ოჯახი. მალე ენკენიას საქართველოში რიგით მეორე სურსათის ბანკით შემოუერთდება, რომელიც ფუნქციონირებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დაიწყებს. აღნიშნულ პროექტს საქართველოში ჩეხური ორგანიზაცია People in Need წითელ ჯვართან ერთად ახორციელებს. მთლიანად ამ პროცესის კერძოდ სურსათის ბანკის დაარსების ინიციატორი კი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაა, რომელმაც საქართველოში სურსათის ნარჩენების მართვაზე მუშაობა წლების წინ დაიწყო. ჩვენ ვართ მომსწრე ფაქტის, თუ როგორ ხდება ხორცშესხმა იმ იდეისთვის, რომელზედაც მუშაობა FAO-მ წლების წინ დაიწყო. და ეს მუშაობა აისახებოდა კანონმდებლობის პოლიტიკის შემუშავებაზე იმ გარემოს შექმნის მიმართულებით, რომელმაც საბოლოო ჯამში შესაძლებელი გახადა საქართველოში ოპერირება დაეწყო სურსათის ბანკს. უახლოეს პერიოდში ჩვენ ველოდებით უკვე დასავლეთ საქართველოში, წყალტუბოში, როგორც მოგეხსენებათ, საპილოტე პროგრამის სახით მიმდინარეობს და ასევე მიმდინარე მოლაპარაკებები საცალო ვაჭრობის ქსელებთან წარმატებით სრულდება. საქართველოში სურსათის ბანკის შესახებ ცნობადობა დღითი დღე მზარდია და სულ უფრო მეტი ადგილობრივი ბიზნეს ოპერატორი გამოხატავს პროექტში ჩართვის სურვილს, რადგან როგორც ცნობილია სურსათის ბანკისთვის უვნებელი საკვების მიწოდების შემთხვევაში ბიზნესი საგადასახადო შეღავათებს მიიღებს. სწორედ ამას ითვალისწინებს კანონი სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის ოქტომბერში დაამტკიცა და ის ძალაში 2025 წლიდან შევიდა. ამ და სხვა ნაბიჯებით ქვეყანა უკვე რამდენიმე წელია შემოუერთდა სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების მსოფლიო დღესაც. დღეს აღინიშნება სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების მსოფლიო დღე და ამ დღეს საქართველოს ძალიან ღირსეულად უერთდება, აღნიშნავს არა მხოლოდ თქვათ მიღებული კანონმდებლობით, რომლითაც საქართველოს რეგიონში პირველი ქვეყანაა, არამედ აღნიშნავს უკვე კონკრეტული ქმედებით და ეს ქმედება გამოიხატება პირველი სურსათის ბანკის გახსნაში. ვცდილობთ, რომ საზოგადოების ყურადღება მოვიზიდოთ და გავამახვილოთ იმ თემის მნიშვნელობაზე, რაც დაკავშირებულია
სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირებასთან. ამ მხრივ კი მსოფლიოში გლობალურად საკმაოდ საგანგაშო მდგომარეობაა, იმიტომ რომ წარმოებული სურსათის მესამედი იყრება. აღსანიშნავია, რომ დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად სურსათის დანაკარგის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია საქართველოშიც. არაოფიციალური ინფორმაციით, აქ ყოველწლიურად დაახლოებით 600,000 ტონა სასურსათო პროდუქტი ნარჩენად გადაიქცევა. ქართული მეღვინეობის უმთავრეს რეგიონში კახეთში კარდანახის ღვინის ფესტივალი 2025 უკვე მეხუთედ გაიმართა. ფესტივალის მიზანი კარდანახის ღვინისა და ადგილწარმოებული პროდუქტების პოპულარიზაცია, ახალი ჯიშების და უცნობი ღვინოების აღმოჩენა, ამასთან უშუალოდ მწარმოებლებთან შეხვედრა და გაცნობა იყო. როგორ უმასპინძლა სტუმრებს ფესტივალმა, ამჯერად ნახეთ ქრისტინა გამთენაძის სიუჟეტში. მოდგომა, რაც იმას ნიშნავს, რომ კახეთში ყველაზე აქტიური და დატვირთული სეზონია, ჩვენც ახლა სწორედ ამ მხარეში ვიმყოფებით. კარდანახი რიგით მეხუთე ღვინის ფესტივალს მასპინძლობს და როგორც ხედავთ, ამიტის მიუხედავად ხალხის სიმცირეს ნამდვილად არ უჩივის. კარდანახი საქართველოს ის ერთადერთი სოფელია, სადაც სამი ადგილწარმოშობის ღვინო იწარმოება. ამ მიკროზონაში მოწეული ყურძნისგან დამზადებული წარაფი, ახუები და თავად კარდანახი მეღვინეებისთვის სავიზიტო ბარათადაა ქცეული. ვიკრიბებით ყოველ შემოდგომაზე, ტრადიციულად უკვე, სადაც ასე ვთქვათ, ერთმანეთს უზიარებთ ახალ მოსავლეებს, ახალ ღვინოებს, გაზრებს ვშლით და ერთ-ერთი საშუალებაა, რომ პოპულარიზაცია მოხდეს წარმოებლებთათვის თავის პროდუქციის წარმოჩენა არა მარტო საქართველოს ბაზარზე, იმიტომ რომ ჩვენ რამდენიმე უცხოელი სტუმარი გვყავს, ასე ვთქვათ, დაპატიჟებული, გვეწევიან სხვადასხვა ღვინის მცოდნეები, სომელიები და ასე შემდეგ. For me, Georgian wines is one of the best of the world. ჩემთვის ქართული ღვინო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ამაყივა, რომ ამ ფესტივალზე ვიმყოფები და მაქვს შესაძლებლობა კიდევ უფრო კარგად გავეცნო აქაურ გამორჩეულ გემოებს. მეღვინეობის 8000 წლიანი ტრადიციის მიუხედავად, წარმოებლებისთვის ცნობადობის პრობლემა კვლავ გამოწვევად რჩება. ფესტივალის მიზანიც სწორედ მომხმარებლებამდე მეტი ინფორმაციის მიტანა და ადგილობრივი წარმოების ღვინის პოპულარიზაციაა. გვაქვს ვენახები მიკროზონა წარაფში, ტიბაანში და ახოებში. ვაწარმოებთ ღვინოებს, ესე იგი წარაფს, ახოებს და ქისი და ხიხვი ტიბანის მიკროზონიდან. ჩვენ უკვე მეხუთად ვიღებთ მონაწილეობას, მე წარმოვიდგენ მეღვინეობა ავანს, რომელიც მდებარეობს კარდანახში 2016 წელს გაიხსნა ჩვენი ქარხანა. მე წარმოვადგენ საოჯახო მცირე მეურნეობას, მეღვინეობას, დების ღვინო. ჩვენთვის უკვე ტრადიციად იქცა ამ ფესტივალში მონაწილეობა. ყოველ წელიწადს ვიღებთ მონაწილეობას ღვინის ფესტივალზე, რაც დაარსების დღიდან. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, საინტერესოა პოპულარიზაციისთვისაც. გაყიდვაც მნიშვნელოვანია, მაგრამ იმდენად არა, რამდენადაც ინფორმაციის მიწოდება საბოლოო მყიდველამდე. ფესტივალის სტუმრებს კახური სამზარეულოსთვის დამახასიათებელი კერძების მომზადებისა და დაგემოვნების შესაძლებლობაც ჰქონდათ. როგორც ყოველთვის ღვინისა და გასტრონომიის თანხმედრამ ამჯერადაც გაამართლა. მოდით აბა ვცადოთ ნამდვილი კახური ჩურჩხელის გაკეთება. გონი კარგი გამოვიდა. კი ბატონო. კახური შოთიც ცხება, ნაზუქებიც კეთდება, გრძელდება ტრადიცია. მასპინძლებმა ძველი ქართული ტრადიციაც არ დაივიწყეს. ადგილზე სახელდახელოდ მოწყობილ საწნახელში დაიწურა ყურძენიც. გარდა ღვინოსთან დაკავშირებული აქტივობებისა, ფესტივალის ფარგლებში ქალი მეწარმეების გამოფენა გაყიდვაც გაიმართა. მე და ჩემი გუნდის წევრები მესამედ ვართ უკვე ჩამოსულები. ჩვენ ვართ მეწარმე ქალბატონები, რომლებიც სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებს ქმნით. მე პირადად ვქმნი ბუნებრივი ქვებისაგან სამკაულებს. მაქვს საბავშვო სერია, ჩანთებით, სათამაშოები და ბალაკლავას ქუდები ჰიპოალერგიული მასალით მუშაობ. საბავშვო სათამაშო არის ჰიპოალერგიული ძაფი და უსაფრთხო და ასევე საბავშვო ქუდები. და ესეთი ხელნაკეთი ჩანთები. ჩემი ხელნაკეთი ნივთები წარმოადგენს რაფიაზე დამზადებულ სხვადასხვა ფუნქციონალურ ნივთებს. წლების განმავლობაში ვმუშაობ თიხაზე და ვაწარმოებ ჭურჭელს. ძირითადად მიყვარს ძალიან ჭურჭლის კეთება, სამკაულებს ვაკეთებ და წარმოდგენილი მაქვს ახალი ნამუშევრები ჩემი შექმნილი. პირველად ვარ სხვათა შორის და ძალიან მომწონს
სიტუაცია. კარდანახის ღვინის ფესტივალი 2025 დასრულდა, თუმცა ტრადიცია გრძელდება. ორგანიზატორები სტუმრებს მხოლოდ ერთი წლით მომავალ შეხვედრამდე დაემშვიდობდნენ. 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 100 კილოვატამდე დადგმული სიმძლავრის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ნეტო დარიცხვის სქემაში ჩართვა შესაძლებელი. 2027 წლის 1 იანვრიდან კი სემექს ექნება უფლებამოსილება დაადგინოს ახალი მექანიზმი, რომელიც ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვაზე გადასვლას ითვალისწინებს. ასევე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ საქართველოს კანონით განისაზღვრა, თუ რა პერიოდით ისარგებლებენ 2027 წლის 1 იანვრამდე გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები ნეტო აღრიცხვის სქემით. ამავდროულად სრულებები შევიდა ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესებში. როგორია ნეტო აღრიცხვის სისტემიდან ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადასვლის პროცესი და რა უნდა გაითვალისწინონ ბაზრის მონაწილეებმა სემეკის თავმჯდომარესთან დავით ნარმანიასთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მაშასე როგორია ნეტო აღრიცხვიდან დარიცხვაზე გადასვლის პროცესი, რომელსაც გარკვეულწილად ჰქონდა კითხვები, რომელთან დაკავშირებითაც, მათ შორის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ეს შეაფერხებდა თუ არა ინვესტორების ინტერესს ამ სექტორის მიმართ და შემდგომ და ბუნებრივია ამ ყველაფერს მე აუცილებლად ვიკითხავ გადაცემის სრულობისას. თავდაპირველად თქვენი შეფასება, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი? მოგესალმებით, დღემშვიდობისა, მივესალმები ტელემაყურებლებს. ძალიან მნიშვნელოვანი ახალი მექანიზმია ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვაზე გადასვლა. ჩვენ ამასთან დაკავშირებით მივიღეთ რამდენიმე თვის წინ პირდაპირ რეკომენდაციები ევროპის ენერგეტიკული გაერთიანებიდან, რომ დროა გადავიდეთ ჩვენც ისევე როგორც მთელი ევროპა გადავიდა ნეტო დარიცხვის ახალ მექანიზმზე. აქედან გამომდინარე მოვამზადეთ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც წარუდგინეთ საქართველოს პარლამენტს და პარლამენტმა დაამტკიცა აღნიშნული უკვე რამდენიმე თვის წინ. ამაზე დაყნობით ჩვენ როგორც მარეგულირებელმა კომისიამ შევიმუშავეთ და დავამტკიცეთ შესაბამისი წესი და ამ წესის მიხედვით მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადასვლა ხდება. ეს რას გულისხმობს ძალიან მარტივად რომ ვთქვათ მოხარებლებისთვის გასაგებენაზე. მომხარებელი, რომელიც ადრე აყენებდა მზის პანელებს საკუთარი სახლის სახურავზე თუ ეზოში თუ საწარმოში თუ ასე შემდეგ, არა აქვს ამათ არსებითი მნიშვნელობა. ჭარბ ენერგიას, რომელიც მას გააჩნდა უშვებდა ქსელში, ამავდროულად თვითონ მოიხმარდა ქსელიდან ენერგიას და წელიწადში ერთხელ ყოველი წლის 1 მაისისთვის ხდებოდა ენერგიაზე გაქვიტვა, რამდენიც წამოიღო ქსელიდან და რამდენი გაუშვა ქსელში. თუ უფრო მეტს უშვებდა ქსელში, ვიდრე მოიხმარდა, წელიწადში ერთხელ ხდებოდა ანგარიშწორება. ახალი მექანიზმის მიხედვით ანგარიშწორება იქნება ესე იგი ქვითარზე და არა კილოვატ-საათზე და განაშთვა მოხდება ყოველი თვის ბოლოს. თუ სიჭარბე ექნება გადავა მომდევნო თვეს და ასე შემდეგ. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ორი თანხა გაიქვიტება ერთმანეთში. ერთი ეს არის სემეკის მიერ დადგენილი ტარიფი, ეგრეთ წოდებული სამხმარებლო ტარიფი, რომელსაც ჩვენ მარტივად უწოდებთ ამას და რასაც ვიხდით და მეორე მხრივ ენერგიის საშუალო საბაზრო ღირებულება, რომელსაც ასევე კომისია დაადგენს. ამიტომ ამ ორ თანხაშორის სხვაობა ყოველი თვის ბოლოს იქნება გაქვითვის ობიექტი. ის მიკროსიმძლავრის სადგურები, რომლებიც უკვე არის დაყენებული, ისინი ქსელური გატარების შეღავათით ისარგებლებენ 2033 წლის 1 იანვრამდე. ანუ კიდევ შემდეგი 6 წლის განმავლობაში ისინი ისარგებლებენ არსებული ქსელური გატარების შეღავათებით. ეს პერიოდი ჩვენ იმიტომ ავიღეთ, რომ ისვისაც აღებული აქვს საბანკო კრედიტი თუ ასე შემდეგ არა აქვს მნიშვნელობა და დაფინანსება ჩადებული აქვს, მან ეს ჩადებული ინვესტიცია რომ უკან ამოიღოს, ეს პერიოდია ცოტა უფრო მეტიც კი ავიღეთ და შესაბამისად ამ პერიოდის განმავლობაში ჩადებული ინვესტიციას მომხმარებელი იბრუნებს უკან და მას ექნება პრაქტიკულად უფასო ენერგია. ანუ ის კითხვები, რომელიც არსებობდა ამ სისტემაზე გადასვლის საკითხთან დაკავშირებით, რომ რეალურად შეიძლება აი ამ პროცესმა შეაფერხოს სექტორში ინვესტიციების ჩადება, იმიტომ რომ ნეტო აღრიცხვა ძალიან მიმზიდველი იყო ინვესტორებისთვის და ძალიან კარგად სარგებლობდა ამ საშუალებით და
პრაქტიკულად ყველა ამ მიმართულებით მომუშავე კომპანია. ეს კითხვა აღარ არის დასასმელი, ანუ აღარ დარწმუნებული ხართ ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში, რომ ეს პროცესი არ შეაფერხებს დაუშვათ ამ სექტორში ინვესტიციების ჩადებას. სექტორის მონაწილეებისთვის ჩვენ არაერთი სამუშაო შეხვედრა ჩავატარეთ, ვიდრე მივიღებდით ამ გადაწყვეტილებას და გქონდა მათთან დიალოგი და კომუნიკაცია და ვაკეთებდით შესაბამის განმარტებებს. კი, რა თქმა უნდა, ნეტო აღრიცხვა ფინანსურად უფრო მიმზიდველი მექანიზმი იყო, ნეტო აღრიცხვა ვიდრე ნეტო დარიცხვის ახალი მექანიზმი, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ქსელურ გატარებაზე შეღავათები გქონდა ჩვენ დაწესებული, თუმცა ეს შეღავათები უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა, იმიტომ რომ ეს შეღავათი ერთის მხრივ, რომელიც ამ მწვანე ენერგიით დაინტერესებული პირებისთვის დგება, ხო, საერთო სამომხმარებლო ტარიფის შემადგენელი ნაწილი იყო. ამიტომ უსასრულოდ არ შეიძლება მომხმარებელს გადავაკისროთ სხვისი სარგებელი და სხვისი სიკეთე. ჩვენ ეს გავაკეთეთ იმისათვის, რომ სტიმული მიცემოდა მწვანე ენერგიის განვითარებას. ახლა უკვე მზის ენერგიის და პროექტების განხორციელებაზე მომუშავე ორგანიზაციებმა საკმაოდ აიმაღლეს კვალიფიკაცია, საკმაოდ აქტიურად მუშაობენ იმაზე, რომ მცირე პროექტებიდან გადავიდნენ უფრო საშუალო და დიდი პროექტების განხორციელებაზე, გამოიზარდა შესაბამისი ადამიანური რესურსებიც, რომლებსაც ამ პერიოდის განმავლობაში უწევდათ მუშაობა ამ სადგურების ინსტალაციაზე და ასე შემდეგ და უკვე გადავდივართ ახალ მექანიზმზე. 500 კილოვატი იყო ნეტო აღრიცხვის შემთხვევაში მაქსიმალური დადგმული სიმძლავრე, აქ 100 კილოვატია, მაგრამ ევროპის მთელ ქვეყნებში უფრო პატარაც არის, ანუ უფრო მცირეც არის ერთ აბონენტზე აღნიშნული დადგმული სიმძლავრე, იმიტომ რომ ეს ძირითადად გამოიყენება საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და არა კომერციული მიზნებისთვის. ნეტო აღრიცხვაც და არც ნეტო დარიცხვა არ არის კომერციული მიზნით ინვესტიციის ჩადება. კომერციული მიზნით ინვესტიციის ჩადება ეს არის მცირე და საშუალო და მსხვილი სადგურების განვითარება და იქ ინვესტირება. კი ბატონო. თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ არ ყოფილიყო ევრორეგულაცია და ევროკავშირის შესაბამისი დაუშვათ მოთხოვნები ამ ნაწილში. ასეთ ამ პერიოდში გადავიდოდით მაინც დაუშვათ ნეტო დარიცხვაზე, ანუ ჩვენ თვითონ ვხედავდით ამის საჭიროებას, ანუ სექტორი ამისთვის მზად იყო, რომ რეალურად ეს გადაწყვეტილება მიგიღოთ. ოდესღაც რომ გადავიდოდით ახალ მექანიზმზე, ეს რა თქმა უნდა ცნობილი იყო. ეს მექანიზმი გრძელდება 2027 წლის 1 იანვრამდე, იქ სადაც შევსებული არ არის კვოტა. კვოტა შევსებულია ენერგოპროს ქსელში, თუმცა არ არის შევსებული თელასის ქსელში. ამიტომ თბილისში შესაძლებელია, კი ბატონო, რომელიც ჩვენ 20%-მდე გავზარდეთ სხვათა შორის, კი ბატონო. ამიტომ ეს 20%-იანი კვოტა თბილისში ჯერ კიდევ არსებობს, ანუ თბილისში შესაძლებელია დღესაც დავაყენოთ ნეტო აღრიცხვის სისტემა, ვიდრე ან იმ 20%-იან ზღვარს არ მიუახლოვდებით თბილისშიც, ან არ დადგება 2027 წლის 1 იანვარი. 2027 წლის 1 იანვრიდან ნეტო დარიცხვის მექანიზმი სავალდებულო წესით შევა ძალაში თბილისშიც და ამით ავტომატურად გაუქმდება ნეტო აღრიცხვის მექანიზმი. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს აუცილებლად მინდა გითხოთ, რამდენიმე დღის წინ ჩვენ მაყურებელს გავაცანით ინფორმაცია თქვენი და თქვენი კოლეგის, ევროპელი კოლეგის შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც წყალქვეშა კაბელს უკავშირდება, რომლის მიმართაც განსაკუთრებული ინტერესი და მოლოდინი გვაქვს იმის გათვალისწინებით, რომ მწვანე ენერგია, მათ შორის რომლის ერთ-ერთი ხელშემწყობით ზოგადად არის ეს სისტემა, რომელიც ახლა მე და თქვენ საუბრობდით, ძალიან მნიშვნელოვანი როლი გვაქვს აი ამ პროცესში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან მიმართებაშიც. რა ეტაპზეა ეს ურთიერთობა, რა ეტაპზეა ეს მოლაპარაკებები, რამდენად რეალურად დაწყებადია ეს საკითხი, მით უმეტეს რომ იგივე რუმინელი კოლეგა, რომელსაც თქვენ შეხვდით, ისინი ძალიან აქტიურები არიან და ძალიან მონდომებულები, იმიტომ რომ რეალურად ეს ენერგია სწორედ მათ უნდა მოიხმარონ ევროკავშირის ქვეყნება, რომელსაც საქართველოს აზერბაიჯანის გავლით გაატარებს. მე ვიმყოფებოდი აზერბაიჯანი და საქართველოს გავლით გატარდება. მე ვიმყოფებოდი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში, სადაც ენერგეტიკულ ფორუმზე გამოვედი პრეზენტაციით, გავაკეთე პრეზენტაცია და ამავდროულად პარალელურად შევხვდით ჩემს კოლეგას, იქაური მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელს, რომელიც სულ ახლახან არჩეულ იქნა ევროპის მარეგულირებელთა საბჭოს EISER-ის ვიცე-პრეზიდენტად.
და გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ორი ქვეყნის მარეგულირებლებს შორის თანამშრომლობას და განსაკუთრებით ხაზგაუსის ჩავიზღვისქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში თანამშრომლობას. ვინაიდან საქართველო იქნება ამ პროექტის ფარგლებში ენერგიის გამგზავნი ქვეყანა და რუმინეთი იქნება მიმღები ქვეყანა, შესაბამისად მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ერთმანეთს შევთანხმოთ რეგულაციები და ჰარმონიულ რეჟიმში ვიმუშაოთ. ვინაიდან პროექტის feasibility, ანუ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულებულია და შემდგომ ეტაპზეა პროექტი გადასული და ამ კვლევამ აჩვენა პოზიტიური შედეგები, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ შემდეგი ეტაპისთვის. ეს არის ერთობლივ რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ის თუ აქ თავის დროზე როცა აშენდება შავიზღვისქვეშა კაბელის გადამცემი ინფრასტრუქტურა, ეს ტარიფში მოხდება თუ არ მოხდება, როგორი იქნება საინვესტიციო საკითხების რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები და ასე შემდეგ. და მეორე მხარეს ზუსტად ანალოგიური საკითხები აქვს დასარეგულირებელი და გადასაწყვეტი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ერთმანეთს შევთანხმოთ ეს ყველაფერი. გარდა ამისა, ჩემი კოლეგის პოზიცია არის ის, რომ ამ პროექტის შემთანხმებელ კომიტეტში, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებისგან შედგება, მათ შორის საქართველოს მთავრობის დონეზე წარმომადგენელი ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახით, აზერბაიჯანი, იქით მხარეს რუმინეთი, უნგრეთი, ამ შემთანხმებელ კომიტეტში მისი ინიციატივა იქნება, რომ ჩაერთვნენ მარეგულირებელი კომისიები, ვინაიდან მათ სწორედ მომავალში განესაზღვრებათ მანდატი, რომ მოამზადონ ეს მარეგულირებელი ნორმები და აქტები თავთავიანად ქვეყანაში, აქედან გამომდინარე იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ჰარმონიულ რეჟიმში იყოს, მნიშვნელოვანი იქნება სწორედ ჩვენი ჩართულობა ამ კომიტეტში. და კიდევ ერთი, აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ძალიან ლოგიკურია რომ ვიკითხო, საქართველოს ენერგეტიკული სისტემა საინვესტიციო თვალსაზრისით რამდენად არის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის მხრიდან გადმოსახედიდან კვლავაც მიმზიდველი და საინტერესო იმისთვის რომ ინვესტორებმა საქართველოს ენერგიის სივრცეში და ენერგეტიკაში ჩადონ აქტიურად ინვესტირება. განახორციელება. ენერგეტიკის სექტორი საინვესტიციოდ ვერ იქნება ზოგადად მოწყვეტილი საქართველოს ბიზნეს გარემოსგან, ვინაიდან საქართველოს ბიზნეს გარემო შეფასებულია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებით, კვლევებით და რეიტინგებით, რომ არის ღია და თავისუფალი ბაზარი, დაბალი კორუფციის დონით, დაბალი გადასახადებით და ადმინისტრაციული მექანიზმებით, ზუსტად იგივე ითქმის ენერგეტიკის სექტორზეც, აქაც გარემო არის ღია, მიმზიდველი, დაბალი გადასახადები და ასე შემდეგ. სექტორს გააჩნია თავისი სპეციფიკა, ანუ არსებობს ცალკე სექტორული მარეგულირებელი აქტები, რომელიც ამავდროულად არის ძალიან მკაფიო, რაც ჩვენს მიერ არის დადგენილი და ერთი ნაწილი ასევე საქართველოს მთავრობის მიერ არის მათი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი, როცა მკაფიო მარეგულირებელი პროცედურები აქვს და დაინტერესებული ინვესტორს ამას აცნობ, მისთვის ყველაფერი გასაგებია. შესაბამისად, საინვესტიციოდ მიმზიდველია სექტორი, ვინაიდან ჩვენთან არსებობს მწვანე ენერგიის განვითარების პოტენციალი ერთის მხრივ, მეორე მხრივ ბიზნეს გარემო მიმზიდველია და მესამე ენერგიაზე როგორც შიდა, ასევე რეგიონული მოთხოვნა მუდმივად მზარდია, ეკონომიკური ზრდის ადეკვატურად, აქედან გამომდინარეა დაინტერესებული ინვესტორები საკმაოდ მრავალრიცხოვანი და გადიან ისინი სხვადასხვა პროცედურებს პროექტების განხორციელებაში. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ. CEMEC-ის თავმჯდომარე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი. მე ხვალამდე გემშვიდობებით და მშვიდობიან დღეს გისურვებთ ნახვამდის.